ძირფასო სვენელებო და მეგობრებო, მე ჩავთე დღიანი ინტერნეტი დამჭირდა ჩართვა და ამიტომ ერთი ორ ვიდეოს თუ მოვასწრებ ორ ვიდეოსაც დავდებ, იმიტომ რომ იმ დროს ვერ მოვახერხე ისეთი საინტერესო ვიდეო მაქვს ერთი ორი ამორჩეული. ისმაილ პრესის ვიდეო, რომელიც ეხება თემას დროებითი ხაზების ომს და ტრამპის პარადოქსს. ისმაილ პრესი მიესალმება ყველას და ამბობს, რომ წინათო მე დამისვენო კითხვა, ძალიან საინტერესო კითხვაო, რომელმაც მე მიბიძგა იმისკენ, რომ დაფიქრებულიყავი. და ეს კითხვა ეხებოდა იმ სიტუაციას, თუ რა ხდება ახლა ამჟამად, რასაც უწოდებენო ტრამპის პარადოქსს. და დღესო თქვენ გეტყვითო, უბრალოდ განმოგცემთო იმ ანგარიშს, რომელიც მიიღესო ვალენტინ ტორმა და კიდევ არის იქ მეორე სახელი დაასახელა. ესე იგი, თემა მათი ანგარიშის იყო, ეხებოდა დროის ხაზებს. ხალხი იწყებსო რამდენიმე დაჯგუფებად გაყოფასო, დაყოფასო და ვალენტინ ტორი ამბობსო ამის შესახებ. Доблестный Тор. Он рассказал о сознании, о том, как сознание создает реальность. ეს არისო ცნობიერება და ტორმა მოყვა იმაზე, თუ ცნობიერება როგორ მოქმედესო რეალობაზე საერთოდ და აგრეთვე რეალობებზე ერთდროულად. ხო, ალბათ ყველა მიცით ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებულ ფაილებზე. ალბათ გაგიგია თუ რა ხდებოდა ეპშტეინის კუნძულებზე. და ამ საქმეში ბევრი გვარი ამოტივტირდა, მათ შორის ტრამპის გვარიც. და საქმე სინამდვილეში ისე არ არისო, როგორც გონიათო სხვებს. აქ ვალენტინ ტორმა თქვაო, რომ აქ საქმე არისო იმაში, რომ მიდისო დროის ხაზების ომი. ანუ რას ქვია ეს? მაგალითად მე მინდა ხო რაღაც შევცვალო ვინმე პიროვნების წინააღმდეგ მივდივარ წარსულში, იქ რაღაცებს ჩავდივარ, ვაკეთებ თუ რას აკეთებენ წარსულში ბნელი ძალები, მე არ მინდა უბრალოდ თქვენ დავასწრო ისმაილ პრესს და წინასწარ გითხრათ. ყველაფერს გაიგებთ. და შემდეგ ის, რაც მოხდება იქა, გავლენას იქონიებს მომავლის რაღაც საკითხების გადაჭრას იმოქმედებს. ამ ტორის ნათქვამით კაცობრიობა განიცდის არა ლინიურ თანამიმდევრობას. განიცდის რამდენიმე დროის ხაზების შერწყმას. ანუ ერთმანეთს კვეთავენ. ყოველი დროის ხაზიო წარმოადგენსო ჩვეულებრივ შედეგს. ხო, ყურადღება უნდა მიაქციო დროის სიხშირეს, ხაზის სიხშირეს. და კოლექტიური რწმენის ძალა იმაშია, რომ ის იმართება კოლექტიური აზრებით. ის რაც დღეს ხდებაო, ეს არისო ბრძოლა ახლანდელი ორიგინალური დროის ხაზის და რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ პოზიტიურ ორგანულ ხაზს, დროის ხაზს, აგრეთვე პარალელურად მიმდინარე დროის ხაზს, რომელიც შექმნეს ბნელმა ძალებმა და ვალენტინ ტორის მეთაურობის სამეთაურო ჯგუფის ნათქვამის თანახმად ორიგინალურ წმინდა თანამედროვე ახლანდელ დროის ხაზში, რომელიც ცნობილია აგრეთვე როგორც პოზიტიური დროის ხაზი, ტრამპი წარმოდგენილია როგორც არქეტიპი დამანგრეველი ხაზის აგენტისა, რომელიც იყო წარმოგზავნილი იმისთვის, რომ გაენადგურებინა და რომ მიიღო მონაწილეობა ბრძოლაში, რომელმაც უნდა ბოლო მოუღოსო ამ ბაბილონის ასე ვთქვათ ბრძოლებს, მაპატიებს, რგოლებს ბაბილონის წყობისა. ეს ხელისუფლების აპარატი დაკავშირებულია ვატიკანთან და პოზიტიურ დროის წმინდა ხაზზე ტრამპი არა მხოლოდ პოლიტიკოსია, ის აგრეთვე წარმოადგენს კატალიზატორს, მისი როლი
მისი როლი ასე თქვა, არა, როლი კი არა. მას დაევალა ძველი გვარდიის დესტაბილიზაცია, კორუფციის ამოფრქვა და პლანეტარულ სუვერენიტეტთან დაახლოვება და აგრეთვე პლანეტარული სუვერენიტეტის აღდგენა. აგრეთვე ვალენტიანტორმა თქვა, რომ ეს ხაზი, ეს პოზიტიური დროის ხაზი აგრეთვე არსებობს სხვა ნეგატიური დროების ხაზებთან ერთად. ხო, ის ფაქტი, რომ ტრამპმა გადაიტანა რამდენიმე თავდასხმა, ეს იმასე მიანიშნებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვართ და იმედია ბოლომდე შეძლებენ ალიანსი და პოზიტიური ძალები დედამიწა დატოვონ ამ წმინდა დროის პოზიტიურ ხაზზე. ხო, რადგან ტრამპი ჯერ ნამდვილი ტრამპს გულისხმობ მე არ მოგვდარა, ჩვენ ჯერ ვართ პოზიტიურ ხაზზე. როდესაც დედამიწა მიუახლოვდა ევოლუციურ ზღუპს, მაშინ ეს რა არის? მაშინ გახდა მაშინ ასე ვთქვათ, გაჩნდა რამდენიმე რეალური ხაზი, ჩვენი ხაზის პარალელურად და ალბათ ყველასთვის თქვენთვის ცნობილია, რამდენი წელია უკვე ეს ტექნოლოგია არსებობს, ანდროიდული კოლაიდერი, რომელიც არის მოთავსებული 150 მეტრის სიღრმეში, თუ ზუსტად მახსოვს და თითქოს და რაღაცის გამოკვლევებში ეხმარება ეს კოლაიდერი და სინამდვილეში ამ კოლაიდერის მიზანი სულ სხვა რაღაც არ მახსოვს ზუსტად, რას გამოიმუშავებს ეს კოლაიდერი, მაგრამ ეს არის ბნელი ძალების თავი ყველაფერი. რასაკვირველია, ჩვენ არ გვჭირდებათ ეს კოლაიდერი, მაგრამ მაგათმა შექმნეს ეს კოლაიდერი და ვერ გეტყვით, ახლა ვერ მოგატყუეთ ზუსტად რისთვის შექმნეს, მაგრამ არასასიკეთოდ. თურმე ამ ანდროიდული კოლაიდერის დახმარებით, ანუ კოლაიდერის ბრალია, რომ შეიქმნა 6 პოზიტიური ხაზი. ხო, თურმე რეალობის 6 პოზიტიური ხაზი შეიქმნა. და დღეს მე დაწვრილებით მოგყვებით მაგათზე. საერთოდ ამბობს ისმაელი, ეს ხაზები, დროის ხაზები ყოველთვის ახდევსო ლუწი რიცხვს საბოლოოდ. და ამ სტრატეგიულ ტრაექტორიებზე, რომელიც ცნობილია როგორც ეს 6 პოზიტიური ხაზი, ტრამპი პირადად უახლოვდება და ტრამპი პირადად ცდილობს თავის წრეს დაუახლოვდეს, არა, იმის სურვილი არას, რომ კომპრომისზე წავიდეს, არა, ამ ნაბიჯ-მაგით დგამს ტაქტიკური ნაბიჯის სახით, იმისთვის, რომ გამოაშკარავოს და დაანგრიოს როგორც შეთქმულება. აგრეთვე ტრამპი საიდუმლოდ ქმნის ასე ვთქვათ, ხო, ტრამპი აგრეთვე საიდუმლოდ ქმნისო ალიანსებს, ეს არის ხაასის ილუზია, რომელიც ხსნის როგორც კოორდინირებულ ოპერაციებს, დამნაშავეთა ქსელის ნეიტრალიზაცია, პოზიტიური დროის ხაზის ჩარჩოში, ესე იგი, ისეთ რეალობაში, რომელიც შექმნეს ადამიანებმა, რომლებსაც წამთ იმისი, რომ არსებობს გაცნობიერებული მდგომარეობის ძალა, რესპუბლიკა აღდგება არამხოლოდ შეერთებულ შტატებში, ის გადაეწყობა გლობალურ მასშტაბში და ხდება ფედერატიული რეგიონი. მე ჩამოვთვალე 22 ასეთი რეგიონი და საბოლოოდ ეს 6 დროის ხაზები შეეწყმიანო ერთ ახმავლობის ტრაექტორიაში, რომელიც მიიყვანს კაცობრიობას უფრო მაღალ გაცნობიერების უფრო მაღალ დონეზე, ანუ დონესკე. არის კიდევ სხვა დროის ხაზები, რომელსაც უწოდებენ კომპრომისულ დროის ხაზებს. ამ კომპრომისული ხაზების ჩარჩოებში აგრეთვე შეიქმნა ალტერნატიული რეალობები, ანუ ჩვენისთანა რეალობების ალტერნატიული ვარიანტები.
რომლებიც თან არსებობენ პოზიტიურ ხაზებთან ერთად. ამ დროის ხაზებში ტრამპი ხდება იმ ძალების ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც მას უნდა გაენადგურებინა და საბოლოო ჯამში ხდება მათი ამ ძალების მარიონეტი. ამ დროის ხაზში, სადაც ტრამპი ხდება მათი ამ ძალების მარიონეტი, ეს მოძალადეები აღადგენენ კონტროლს, ტყუილს და ფსიქოლოგიურ ზედატოვას და ცვლილებების დაპირებები იმრუდება ან უქმდება საერთოდ. ის დროის ხაზები, რომლებსაც უწოდებენ კომპრომისულ დროის ხაზებს, ხდება და არსებობს სამწუხაროდ ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც სჯერათ ამ ხაზის. ტორმა მითხრაო, რომ ცნობიერება რეალობას ასწრებს. ანუ შენ ჯერ აცნობიერებ, ფიქრობ და რეალობა შემდეგ მაგას მოყვება უკან. ესე იგი მატერიალიზდება. შენ თუ კვებე, შენი ცნობიერება რაღაც საკითხთან დაკავშირებით, რეალობა აუცილებლად რაც შეიძლება ჩქარა გამოვლინდება ფიზიკურ სამყაროში. რეალობა არ არის სტატიკური. ამდაგვარად ამ პარალელური დროის ხაზების არსებობა არ არის შემთხვევითობა. აი, ტყუილად ვილაპარაკე და თურმე შეჩერებული მქონია ჩაწერა. ხო, რამიდა მე გითხრათ, მაგალითად, ახლა ბევრი ინსაიდერი ამბობს, რომ დარჩა მხოლოდ 3 ხაზი, მაგრამ პერესაც ჰქონდა ეს ნათქვამი, მაგრამ პერესი ახლა ამბობს, რომ არისო 6 პოზიტიური რეალობა, 6 ნეგატიური რეალობა. და ამ ხაზებს, დამატებით ხაზები ეს იქნებაო თვით ადამიანების ცხოვრები დედამიწაზე ადამიანების მიერ. რატომ? იმქიდან გამომდინარე, თუ როგორ არის გაცნობიერებული ადამიანების ცნობიერება, როგორ არის განვითარებული და რაზე ფიქრობენ, აქედან გამომდინარე, ხოლმე იქნება დამატებითი დროის ხაზები და ეს 6 ნეგატიური, 6 პოზიტიური შეიქმნა ამდაგვარი გზით. ამიტომ სულ მაგას ამბობენ სხვა ინსაიდერებით, რომ და კონდაქტორები, რომ თქვენი ასრები დაალაგეთ, იმიტომ რომ რასაც თქვენ ფიქრობთ და თუ მაგალითად მე გეტყვით ახლა ხო, იგივე მაგების ნათქვამი და მე ხომ უსვენ ყველას ამათ. ხო და როდესაც დაუშვა თქვენ, ან თქვენაირები შეგროვდება ბევრი და ხა შეიძლება თქვენ არც იცნობდეთ ბევრს, ხო? მაგრამ ფიქრობთ ერთნაირად. თქვენ ამ ფიქრებიდან გამომდინარე, გინდა სპეციალურად გააკეთეთ ეს თუ უბრალოდ უნებლიეთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ ქმნით დამატებით ხაზებს. და როგორც ხეს სჭირდება ხოლმე ხანახან განწმენდა ტოტებისგან, ზედმეტი და არასაცვლელი ტოტებისგან, ისე იწმინდება ეს ხაზებიც. კი, ამ ხაზს საბოლოოდ ისევ 3-ს გახდიან, მაგრამ საერთოდ ვინც ფიქრობს რამეზე, ქმნის დამატებით ეგრეგორს და დამატებით ხაზს. ამჟამად არსებობსო 2 დომინირებადი კოლექტიური ველი, რომლებიც მოქმედებენ იმაზე, რასაც ჩვენ ვუწოდებთო ტრამპის ნაროტივს. ხო, ახლა მე შევედი ინტერნეტში, სულ მესმე სიტყვა ნარატივი. რაღაც უცხო ტერმინი მეგონა, მართლა გეუბნებით სერიოზულად და თურმე ნარატივი ყოფილა, ეს ყოფილა ლათინური სიტყვა ნარარე და ნიშნავს თხრობას, მოყოლას. სასწაული. და თურმე სწავლება არსებობს ამ თხრობაზე, ნარატოლოგია. და ნომერ 1 ველში, აღთქმის ნეგატიურ მატრიცაშიო, როგორც მას უწოდებენ, კოსმოსური იერარქიის დონეზე არსებობს
აღთქმის ნეგატიური მატრიცა და დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა თვლის ტრამპს კორუმპირებულ პოლიტიკოსად. თვლის ძალიან ავტორიტარულ და ძალიან საშიშ პედოფილად. არა, საკურველი ეს მასი არ არის და ისევ ეხლა ჩვენ აგვიხსნის თუ როგორ ქმნიან ასეთ სიტუაციებს. დედამიწაზე იყო დროებს შორის ძალიან ბევრი მიმოსვლა, როგორ გითხრათ, გადაადგილებაო, გადაადგილდებოდნენ როგორც ალიანსის წევრები, ისე კაბალას წევრები. ანუ თუ ერთი აფუჭებდა საქმეს, ალიანსის წევრები ცდილობდნენ ამ საქმის გამოსწორებას. და მერტყუნებთ მომავალ წარსულს შორის გადაადგილება არც ის არის უსაფრთხო, იმიტომ რომ ეს ხო მატერიაა, როგორი მატერიაც არ უნდა იყოს, მატერია და მატერია იცვითება თუ დაუშვათ მომავლიდან წარსულში პენიბრედლის ავსეს ნათქვამი, პენიბრედლის, რომ როდესაც გადაადგილდები წარსულში ერთ და იგივე დროში, ხშირად ის ადგილი, ის მატერიის ის წერტილი იცვითება თურმე. და ამიტომ ერთ-ერთი მინუსი ამ გადაადგილების ეს, რომ მატერია იცვითება. მოდით ახლა გავაგრძელოთ. ცნობილია, რომ კოლექტიური ცნობიერების ძალით ეს ჯგუფი ქმნის აქტიურ როლის ხაზს, სადაც მათი გეგმები ხორციელდება რეალობაში. და მათ სამყაროში ამ ნეგატიურ ხაზზე, მათ სამყაროში ტრამპი არის კომპრომიტებული პიროვნება. და მოვლენები იქ იმ დროის ხაზი უпростоრად, რომელიც შეგნებულად შექმნეს, ეს მოვლენები ისე ვრცელდება, რომ რომლიდან გამომდინარე მტკიცდება, რომ ტრამპი მართლა კორუმპირებული პიროვნებაა. ნომერი 2, ცნობილი როგორც აღდგენის დროის ხაზი, რომელიც შეესაბამება რეალურ დროის პოზიტიურ ხაზს, ხო, როგორც მოგითხარით, ეს ნეგატიური ხაზი, პირველი ხაზი ხელოვნურადაა შექმნილი, ისევე მეორე ხაზიც ხელოვნურადაა შექმნილი, მაგრამ ეს შექმნეს ნათელმა ძალებმა ალიანსმა და აქაც ეს შექმნა იმისნით, რომ ის ხაზი, ნეგატიური ხაზი, სადაც ტრამპი არის გამოყვანილი როგორც კომპრომიტებული ადამიანი და პედოფილი, აქანე გამოესწრებინათ მათი გაფუჭებული საქმე. და ამ შექმნილ მეორე დადებითი ჯგუფის მიერ ახალი ხაზში წარმოდგენილია ტრამპი როგორც აღმახორციელებელი ხელისუფლების სტრუქტურების მიერ და ესენი აგრეთვე იბრძვიან კორუფციას და ამ სისტემაში აგრეთვე იქმნება პარალელური რეალობა, რომელიც არსებობს ნეგატიურ აზრების სისტემასთან. აქ ხო და ამ დადებით შექმნილ რეალურ ხაზზე ტრამპი აღწევს წარმატებებს და აპატიმრებს და ანადგურებს შეთქმულებაში მონაწილეებს. ხო და რესპუბლიკა მარტო ამერიკაში კი არ აღდგება, არამედ ვრცელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღდგება ყველგან რესპუბლიკა და ეს არის ოქროს საუკუნის საწყისი. ხდება უკანა კავშირის ეფექტი. უკანა კავშირის ეფექტის თანახმად ეს კონკურირებადი კავშირები ქმნიან უკანა ხაზის, ანუ უკანა კავშირის მარყურს, სადაც აღთქმა ქმნის ვასპრიატიე. სადაც აღთქმა, მაპატიეთ, სადაც რწმენაო ქმნისო აღთქმას. აღთქმა კი აძლიერებს წმენას. წმენა კი სტაბილიზაციას უკეთებს იმ მომენტში განსაზღვრულ დროის ხაზებს. ესე იგი ეს მარყუში არ არის იზოლირებული. ის თვითონ იქმნება, ეს ნიშნავს იმას, რომ
მოსახლეობის სხვადასხვა წარმომადგენელი ფიქრობს, სხვადასხვა რეალობებზე, მაგრამ პოზიტიურ ჩარჩოში. ხომ გესმით ჩემი? ანუ ბევრი ფიქრობს პოზიტიურად, პოზიტიურ დროის ხაზზე, ალბათ სხვადასხვანაირად, მაგრამ მაინც იმ რეალობაზე ფიქრობენო, პოზიტიურ დროის ხაზზე. და ამის შედეგად კაცობრიობა არსებობს რამდენიმე პარალელურ სამყაროში. გახსოვთ, მე თქვენ ერთ-ერთ ვიდეოში გითხარით სერიალზე, ფანტასტიკურ სერიალზე ადამიანი მაღალ კოშკში. ხო, ეს ყველაფერი ხდება პარალელურ სამყაროში, სადაც გერმანელებმა გაიმარჯვეს მეორე მსოფლიო ომის დროს და ამერიკა გაიყო სამ ნაწილად. რუსეთზე სხვა ტერიტორიებზე არ ვიცი რა მოხდა. და ეს პარალელური რეალური სამყაროები ერთმანეთს კვეთენ. აი, ხომ იცით ტრასები ბევრ ადგილასა, დიდ ქალაქებში ტრასები, სადაც ტრასა ასე კვეთს ერთმანეთს. ანუ რკინიგზა მაგალითად, რელსები კვეთენ ერთმანეთს. რას თვლის გესმით ალბათ თვლის ხმა. და ამ მოვლენას უწოდებენო მომავალ ხო, ინტერესმა გადამითარგმნა მაინც როგორც მომავალი, ანუ ამაზე საუბრობინო როგორც მომავალ კოლაფსზე და კოლაფსი კი იცით რა. და ამ კომანდორ ტორის ნათქვამით ეს მრავლობითი მდგომარეობა ამდენი რეალობების არის ნორმალური. და ეს ყველაფერი მიდის ბოლოსკენ, რომელსაც უწოდებენ კონვერგენციის წერტილად. კონვერგენცია. ეს ყველაფერი საჭიროა აღმავლობისთვის. და ეს მრავლობითი ხაზები, როდესაც წერტილამდე, რაღაც წერტილამდე მიაწევენ, შერწყმას დაიწყებენ და დარჩება მხოლოდ 2-3 ხაზი. ეს არის პოზიტიური დროის ხაზი, წმინდა ხაზი, ნეგატიური ხაზი და ხაზი, რომელიც დაფუძნებელია ტექნოკრატიულ ხაზს, ტექნოგენური ხაზი და აგრეთვე ნეიტრალური გადასვლის პუნქტი და ყველაფერს განსაზღვრავს ვიბრაცია. და ადგილი, სადაც მოხდება ადამიანი განისაზღვრება არა ადამიანის სურვილით, არამედ შიდა სისუფთავით. ამაში დევს ნამდვილი ბრძოლა მიდის ცნობიერების გამო. ეს არის ბრძოლა კონკურირებად ნარატივებს შორის, კონკურირებად დროებით ხაზებს შორის, კონკურირებად რეალობებს შორის, როგორც კი დროის ხაზები დაუახლოვდება ერთმანეთს, ადამიანებს არ დაუწყებენ იმაზე საუბარს, თუ რომელ რეალობას ეკუთვნის ის. ის თვითონ დაიწყობა ამ ვიბრაციებზე. შემდეგი კი ანგარიში ვალენტინ ტორისი დაკავშირებულია დროსთან, დროში მოგზაურობასთან. რა დროსაც ხდება ნეგატიური ტრამპის პიროვნების შექმნა, ამაზე ახსენა კერი კესედი, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში მოახდინა მოგზაურობა დროში, იმისთვის რომ შეექმნა ვერსიის ალტერნატიული რეალობა, რომელიც ეწინააღმდეგება საწყის. საწყის ტრამპს, რომელსაც დაავალეს ჩანერ ეპშტეინის გარემოში, მე ვიციო ამბობს ისმაელი, რომ თქვენთვის ამის გაგება იქნება რთული, მაგრამ რეალობა არისო მოწყობილი ასე და კომანდორი ვალენტინ ტორი ახსენა ამის შესახებ საიდუმლო არქივებში და ყველა ეს არქივები იქნება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის, როდესაც ამისთვის მოვა დრო. მიტიერი ალიანსის საიდუმლო არქივებში არსებობს ფაილი, ცნობილი როგორც დამანგრეველის ვარიანტებისა. ისინი აგრეთვე მას უწოდებენ დროის ხაზის კვანძად და ამ ფაილის თანახმად ის არ აღწევს არცერთ ადამიანს. სინამდვილეში ის აღწევს რამდენიმე ვერსიას ერთ-ერთი ადამიანის, რომელსაც აქვს მოტეხილობა. ოპერაცია მასადისელში შეჭრა არის პირველსაწყისიანი არხის, უფრო სწორად
ხაზის ამ დროის ხაზის საწყისი მდგომარეობისთვის. ჩვენ ახლა საუბრობთ ნამდვილ ტრამპზე, რომელიც მუშაობს, ის მუშაობდა შაიან მაუნტში და სხვაგან გადავიდა. მე არ შემიძლია იმის გახსნაო, თუ სად მუშაობს ნამდვილი ტრამპი. ის ბიჭი თეთრ სახში ვინ ზის ტრამპის მაგივრად არის სახიო. თქვენი თვითონ ამბობს ისმაილი, რომ ამ პოზიტიურ დროის ხაზზე ტრამპი იყო პირველი, რომელმაც გამოაშკარავაო ის ხალხი ამ გოგონებთან დაკავშირებით რაც ჩადიოდნენ. ანუ იქ ხდებოდა ახლა რა თქმა უნდა ამას მკითხაობა გოგონებით ვაჭრობა. ახლანდელ ნამდვილ ტრამპს ჰქონდა დავალება ნდობაში შესულიყო ამ ჯეფრი ეპშტეინთან, რომ მეტი ინფორმაცია შეეგროვებინა იქ მოსიარულე ადამიანებზე. და ეპშტეინი თვლიდა ტრამპს თავის მეგობრად, იმდენად შევიდა ნდობაში ამ ეპშტეინის მიმართ. ხო, იმდენად შევიდა ეპშტეინის ნდობაში ეს ნამდვილი ტრამპი ამ პოზიტიურ ხაზზე, რომელიც შეიქმნა. მე გულისხმობ, რომ სპეციალურად წავიდნენ, რომ გიყვებოდით, რომ ხო აქ ცოტა ასაბნევია, აიბნევა კაცი. თუ ვერ ერგოა დროის ხაზებში, მაგრამ მე გავაგრძელებ. და ჯეფრიმ გააცნო ტრამპი, პოზიტიური ტრამპი სხვა ადამიანებთან. ხო, იქ უნდა შეეგროვებინა ინფორმაცია ტრამპსა, უნდა გაერკვია თუ ვინ მართავდა ამ ოპერაციას. ვინ ხელმძღვანელობდა. ოპერაციის მიზნად იყო პოლიტიკოსების სკომპრომეტირება. მაგრამ ამისია მოიყვანა ძალიან რთულ შედეგამდე. სამწუხაროდ და სამწუხაროდ ამ შემთხვევების მონაწილეებმა სამაგერო ნაბიჯი გადადგეს ტრამპის წინააღმდეგ. ხო, მაგათმა გამოიყენეს ტექნოლოგია დროში მოგზაურობა. ისინი უწოდებენ ამას დროის ხაზის ინვერსია. და ეს შეესაბამება ნეგატიურ ასე ვთქვათ ხაზს, ნეგატიურ ხაზს ტრამპისა, რომელიც ფიგურირებს ახლა იმ ეპშტეინის ფაილებში როგორც მონაწილე. ხო, და ეს როგორც მონაწილე გახადეს იმის დახმარებით, რომ წავიდნენ წარსულში, იქანე შექმნეს ცუდი ტრამპის წინააღმდეგ რაღაც დოკუმენტი, რაღაც არ ვიცი, რაღაცები შექმნეს, შეთითხნეს, ისე რომ მომავალში უკვე ტრამპი ამოტივდება როგორც მონაწილე ამ საქმეში, ამ ეპშტეინის საქმეში. ისინი ექსპერიმენტებს აწარმოებდნენ დროის მოგზაურობასთან, სადღაც 50 წლების ბოლოსკენ გაიხსენეთ ფილადელფიული ექსპერიმენტი მონტოქში. ამ ექსპერიმენტის შესახებ მეც წამიკითხავს, სხვათა შორის ამ ექსპერიმენტის შესახებ პენი ბრედლი ყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე დროის ხაზში მგზავრობისას, რომელსაც იყენებდნენ შეთქმულების მონაწილეები და რომლებიც იყენებდნენ განვითარებულ ტექნოლოგიებს, რომლითაც მანიპულირებას უკეთებდნენ დროს, რაც არის მეთოდი დროში გადასაადგილებლად დაინიცირება გაუკეთენ რეტრო შემთხვევით ოპერაციას, რომლის შედეგად ეს ხალხი გაემგზავრა უკან დროში, სადღაც 90-იანი წლების დასაწყისში, უბრალოდ სადღაც 90 წლების დასაწყისის წერტილში, წარსულში ამ დროს 90-იანი წლების დასაწყისის წერტილში, სადაც ხდებოდა ესე იგი წერტილის გაყოფა და ამ წერტილში, ამ გაყოფის წერტილში შეთქმულების მონაწილეებმა ჩანერგეს იდენტიური ტრამპის კლონირებული ალტერნატიული სხეული, ანალოგი, რომელიც იყო აღზრდილი, მოყვანილი, შეიძლება ითქვას ლაბორატორიაში და ეს ტრამპი, კლონირებული ტრამპი, არა მხოლოდ კლონი იყო, არამედ იყო უსულო
არაორგანული ვერსია ტრამპისა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ნეგატიურ ტრამპს. ეს იყო დროის ხაზი იარა, მაპატიეთ, ეს იყო დროის ხაზის იარაღი, რომელიც იყო შემუშავებული ორიგინალის დასანგრევად, გასანადგურებლად. ნამდვილი ორიგინალური ტრამპი კი საბოლოოდ არის თანამედროვე პოზიტიური დროის ხაზი. ნეგატიური ტრამპის შექმნა ვალიან ტორის მეთაურობის თანახმად აგრეთვე იყო გაგზავნილი უკან დროში ამ შეთქმულების მონაწილეებს მიყვენ ეს ალიანსის ხალხი, რომლებიც ეს ალიანსის ხალხი გადაადგდნენ დროში ოღონდ 1982 წლის საწყისისკენ და ამ ჩანამატმა შექმნა ეს ჩაბნელებული ვარიანტი, ასე ვთქვათ, გაყოფილი რეალობა, გაორმაგებული გაყოფილი რეალობა, რომელსაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ, არსებობს პოზიტიურ დროის ხაზთან ერთად, ერთდროულად. ერთ დროის ხაზზე ან ერთი დროის ხაზის ჩარჩოში, დასაწყისში ამ დამაგრებელმა ტრამპმა გააგრძელა თავისი მისია, მაგრამ სხვა დროის ხაზში მისი მისია შედგებოდა იმაში, რომ მას უნდა გაინადგურებინა შეთქმულების მონაწილეები, უნდა ასე ვთქვათ, გაიშრო ტბამეთქი ჭაობი. სხვა დროის ხაზზე იმის გამო, რომ კლიკამ, ელიტამ, ანუ კაბალამ გაამგზავრა წარსულში გაუშვა თავისი აგენტი, კლონი აღმოჩნდა ჩათრეული იმ სისტემაში, რომლის გამოაშკარავება უნდოდა. ასე რომ ის ტრამპი აღმოჩნდა სიაში, რომელმაც აიძულა გოგონები სკ შესულიყვნენ ურთიერთობაში და შემდეგ ცემა ეს გოგონები ხელენა მუსას ვინც ეხმარება ვიდეოების გადათარგმნაში ცენზურას ადევს რაღაც წინანდადებებს, რომ შემდეგ YouTube-მა არ დაბლოკოს მათი ვიდეო. ხომ გესმით, მეც ამიტომ თავი დავიწყოია. რა ვიცი, თუ რუსული ენა იცის YouTube-მა ქართულით ეცოდინება, მაგას კლონური ინტელექტი თარგმნის და შეიძლება ცენზურაში ჩამითვალოს, ამიტომ მეც მასე შევამოკლეს ამბავი. ბავშვები ხომ არ ხართ, ისედაც მიხვდებით რაზეა საუბარი. ამაზე წერენ სოციალებში, სადაც აგრეთვე საქმე მიდის ბავშვზე, ხო და სავარაუდოდ ამ ნეგატიური ტრამპისაგან, რომელიც შექმნეს კლონი, ამ კლონისაგან დაფეხმძიმდა ერთი გოგო და ეს კლონი ტრამპი ალტერნატიულ ტრამპსაც უწოდებენ, მას სპეციალურად მოიქცა ასე, რომ სკომპრომიტირებული დაეტოვებინა ნამდვილი ტრამპი, პოზიტიური ტრამპი. ხალხო, თქვენ წარმოდგენაც კი არ გააქვთ, თუ რა ხდება სამყაროში. წარმოგიდგენიათ იმის მაგერად, რომ ტექნოლოგიები კაცობრიობის სასიკეთოდ გამოიყენონ, ესენი იყენებენ ტექნოლოგიებს თავისი ძალის გასამაგრებლად, მტრედთან საბრძოლველად. ეს იგივეა, რომ აიღო ახლა პლასტილინი და შექმნა ერთნაირი, მეორნაირი, მესამენაირი პიროვნებები და შემდეგ ისინი გააცოცხლო და ათამაშო შენ ჭკუაზე. ჩვენ ვართ თამაშში, ჩვენ გვათამაშებენ, თავის ჭკუაზე გვათამაშებენ. ამიტომ ისინი ახლა აგონიაში არიან, არ უნდათ ამ ხელისუფლების დაკარგვა. იმიტომ რომ მათი უფროსები ვერ იკვებებიან გავახით ჩვენგან გამოწვეული ენერგიით. ისმაილ ამბობს, რომ არის ასეთი ტერმინი დრო და მე შემიძლია მთელი ლექცია წავიკითხო დროზე, მაგრამ ამას ყველაფერს რო უნდაო. ამ ალტერნატიული ტრამპის მოქმედება მოიყვანა იქამდე, რომ ანალიტიკოსი ამ სცენარს დაარქვეს რეპუტაცია ხომ იცით რა, რეპუტაციული კოლაფსით იცით რა, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ბევრმა ხალხმა არ იცის, რომ რამდენიმე ტრამპი არსებობს. და როდესაც ისინი ხედავენ ამ ინფორმაციას სიაში ტრამპის სახელს, მათ ძულთ ტრამპი. და ამოცანა შედგება იმაში, რომ როდესაც კლიკამ, ანუ კაბალამ თავისი აგენტი გაამგზავრა წარსულში და
შექმნეს ტრამპი, ეს იყო იმისნის გაკეთებული, რომ დისკრედიტირება გაუკეთდეს ტრამპის პატიოსან სახელს. და ეტყობაო ეს დროის ხაზი, სადაც ტრამპს უკეთებენ დისკრიმინაციას, ძალიან მალე გავრცელდაო, ძალიან ჩქარა გავრცელდაო. ხო და ამის გამო ხალხი ამტყუნებს ტრამპს. და ეს ყველაფერი მომზადდა წარსული დამატებითი ნეგატიური ხაზის შექმნეს და ჩავიდნენ იმ წარსულში, როდესაც პირველად ხდებოდა პრეზიდენტი ტრამპი და შექმნეს კლონი, სპეციალური ალტერნატიული პიროვნება, კლონი, რომლიც ამოსვარენ, დასვარენ ტალახში სახელი გაუტეხენ და შემდეგ ეს გავრცელდაო ჩქარა, ეს ნეგატიური დროის ხაზი და ტალახში მოისვარა ნამდვილი პოზიტიური პატიოსანი ტრამპი. ამ ხაზის ნაპრალში იყოფებოდა ტექნოლოგიური, არ ვიცი ეს ნაპრალი საიდან მოიტანა, არ ხსენებია ვიდეოს დასაწყისში ისმაილ პერეს და ამ ნაპრალში იყო შენახული ტექნოლოგია, დროის ტექნოლოგია, რომელიც აძლიერებდა დროის ხაზებს. ეს ტექნოლოგია აძლიერებდა დროის ხაზებს. ეს მასშტაბური ექსპერიმენტი, რომელიც მოიფიქრა კაბალამ, იყო მიმართული რეალობის ბუნების შესასწავლად, რომელსაც შემთხვევით თუ შეგნებულად იმოქმედა როგორც ტრიგერი, რომელსაც სტაბილიზაცია გაუკეთა რამდენიმე დროის ხაზებს და ერთდროულად. ხო, და რა ხდებოდა ცენტრში, სადაც არის აშენებული ეს ანდროიდული კოლაიდერი, ხო, რეალობების შექმნა დაიწყო იმის შემდეგ, რაც დაიწყო განშტოება ერთი ხაზიდან და ამის მიზეზი არის ეს ანდროიდული კოლაიდერი, ხო, და აგრეთვე ამან ხელი შეუწყო რამდენიმე პოზიტიური დროის ხაზების შენარჩუნებას, ხო, და ამ წმინდა პოზიტიური ეს ხაზი ხომ ერთი იყო და რამდენიმე განშტოება მიიღო ამან, რაც ხსნის მანდელას ეფექტს. და იმ დროს პარადოქსმა დაიწყო გართულება, როდესაც გააცნობიერა, რომ ალიანსი რეაგირებს ამაზე და რთავს დროის კორექციის პროტოკოლებს და ესმის, რომ მთავარი დროის ხაზი საფრთხის ქვეშ არის. მიდიერმა ალიანსმა მიიღო კონტრზომები, რა დროსაც გამოიყენა თავისი განვითარებული ტექნოლოგიები და ამ ტექნოლოგიებზე ფართო საზოგადოებას არის საზოგადოება არაფერი იცის, ალიანსმა დაიწყო ახლანდელი დროის პოზიტიური ხაზის გამაგრება. მან დაიწყო გაკონტროლება იმისი, რომ ეს ბნელი ვარიანტი, ამ ბნელმა ვარიანტმა გაკონტროლება დაიწყეს იმისი, რომ ამ ბნელმა ვარიანტმა არ ამოაგდოს ახლანდელი პოზიტიური დროის ხაზი. რასაკვირველია, ალიანსმა აგრეთვე მისცა საშუალება ორივე დროის ხაზს ეარსება, რომ არ დაკარგოს სრულიად ეს პოზიტიური შედეგი, რაც სურს კაბალას. ხო, ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ, რა თუნდა თუ ნეგატიური ხაზის განადგურების საშუალება თუ იყო, ანუ გაინადგურებიაო ალიანს, მაგრამ ასე არ გამოვა. იმიტომ რომ აქ არის ნების ასე ვთქვათ, ნების გამოხატვა. ახლა ხომ არიან ნეგატიური ხალხი, პოზიტიური ხალხი, არამედ კოსმოსში კიდე მასაა კანონები, ყველაფერი დაფუძნებულია ნების ყოფაზე, ნების კანონზე. არ აქვთ უფლება გაენადგურებინათ ნეგატიური ხაზი, რადგან აქანი არის უკვე არჩევითი პოზიცია. შენ თუ გინდა ნეგატიური ხაზის წარმომადგენელი იყო, შენ გაქვს ამის უფლება. მე თუ მინდა პოზიტიური ხაზის წარმომადგენელი იყო, მე მაქვს ამის უფლება, მაგრამ ერთმა მეორე გაანადგუროს ამ მეორემ პირველი, მასე არ შეიძლება.
ხდება ხალხის განაწილება. ხომ გესმით? და ყველას აქვს უფლება აირჩიოს ცუდი მხარე ან კარგი მხარე. და კაბალას უნდა სრულიად გაინადგურებინა პოზიტიური დროის ხაზი ყველა ვარიანტებში. და ეს რომ მოხდარიყო, მათ ისინი შეძლებდნენ მოეკლათ ტრამპი, ნამდვილი პოზიტიური ტრამპი. ვალენტიან ტორმა ხაზი გაუსვაო იმასო, რომ ნამდვილი ტრამპი სახალხოდ ყოველთვის არ ჩნდებაო და რომ ნამდვილი ტრამპი მოხდეს კულისებს მიღმა, უსაფრთხო მიწისქვეშა დასამალავში, სადაც გროვდებიან ალიანსის წევრები და მე ვერ გავხსნი მის ადგილმდებარეობას და ნამდვილ ტრამპს საჯაროდ ცვლიან მსახიობები და კლონები ან ორეულები, რადგან ყველა ხაზები, დროის ხაზები არსებობს ერთდროულად, ჩვენ ვახლოვდებით კრიტიკულ ზღვრს, რადგან რამდენიმე ვერსია უსასრულოდ ვერ იარსებებს. გვიახლოვდება კონვერგენციის წერტილი, რომელსაც უწოდებენ კოლაფსის ფანჯარას. და მომენტში კოლაფსის ფანჯარაში, როდესაც ეს მოხდება, ეს ცალ-ცალკე მყოფი დროის ხაზები, რომელიც მიედინებიან ცალ-ცალკე, ერთად შევერთდებიან ერთმანეთს და დომინირებადი რეალობა განისაზღვრებოდეს იქნება კოლექტიური რეზონანსით, ანუ კოლექტიურად რას აირჩევს ხალხი. და მთავარ როლს ამაში ყველაფერში თამაშობს ადამიანის ცნობიერება. შიშები სტაბილიზაციას უკეთებენ კომპრომისის ნეგატიურ ხაზს, ჭეშმარიტებად გაცნობიერებული მდგომარეობა და პოზიტივი სტაბილიზაციას უკეთებენ პოზიტიურ დადებით რეალურ ხაზს. ამგვარად ის ქმნის მაგალითს პლანეტარული მასშტაბისა ცნობიერება განსაზღვრავს რეალური დროის არჩევანს. ამიტომაც მე სულ გიხსენებთო თქვენ, რომ ჩვენ მოძრაობთო რეალური პოზიტიური ხაზით. მინდა შეგახსენოთ, რომ სიტყვებს გააჩნიათო ძალა, როდესაც თქვენ რამეს ამბობთო, რამეს საუბრობთ. თქვენ ამას ესე იგი რეალობაში განასახიერებთო. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი მაგდება წმენდით და ასე ვთქვათ, აღთქმით, რომ ჩვენ ყველანი ვქნით ოქროს ხანა, რომ ჩვენი დედამიწა თავისუფლდება, რომ ჩვენ ახლა სადაც შევადგავთ ფეხს აღდგენის ეპოქაში და ყველაფერი ეს ჩვენი დამსახურებით მოხდება, ხო გააგრძელეთ პოზიტიურ ესე იგი არღზე აზროვნება. მთელი ეს ისტორია მრავალ ტრამპებზე. ახლა კი მესამე ნაწილი ანგარიშისა, რომელიც გადმოცა ვალენტიან ტორმა. დაწვრილებითი აღწერა 6 დადებითი 6 ნეგატიური არხებისა, ხაზებისა, დროის ხაზების. როგორც მე ვთქვიო, არის 6 დომინირებადი პოზიტიური ხაზები. დროის ხაზი ნომერ 1, რასაც ისინი უწოდებენ სტრატეგიურ გამოაშკარავებას. ამ დროის ხაზის ჩარჩოში მოხდება ძველი სისტემების დემონტაჟი, რომელიც მოხდება თანდათანობით და მოხდება სტრატეგიული გამოაშკარავება. კორუფციული ქსელები იხსნება თანდათანობით და ყოველ დღე ყველა პლატფორმებზე იქნება ახალი ამბები გახსნასთან დაკავშირებით, პროექტ პირველთან დაკავშირებით, პროექტ სტარლინგთან დაკავშირებით. ეს ისა, რასაც ისინი უწოდებენ პირველ დროის ხაზს. ეს არისო 6 პოზიტიური ხაზის შედეგი, რომელსაც მივყავართო ოქროს საუკუნისკენ. ფარული სტრუქტურები კარგავენ ხელისუფლებას, თანდათანობით როგორც კი იხსნება საიდუმლოებები. ასეთი ლიდერები, ფიგურები როგორც ტრამპია გამოდიან კატალიზატორების როლში, ხო რაც ეხმარება ხალხს გამოღვიდებაში და გახსნაში, ინფორმაციის უცხოპარტნიორებზე ინფორმაციის გახსნაში. ეს არ იქნება უცებადი, ასე ვთქვათ, დანგრევა ერთბაშად, დროულად არ მოხდება. თანდათანობით
რომ ხალხმა შეეგუოს, ხალხმა მოინელოს ახალი ინფორმაცია. აგერ კი მეორე დროის ხაზი პოზიტიური სცენარისა Как этой временной და მას უწოდებენ ინფორმაციის ნაჩქარები ინფორმაციის უпростоრად გახსნის დამაჩქარებელი და ასე ვთქვათ, გარდამტეხი პერიოდი დგება ინფორმაციის მასიურად გასაცდა დაკავშირებით. აღდგება ხელსაწყოები, რომლებიც მუშაობენ თავისუფალ ენერგიაზე და კუნალობის მეთოდებიც გაიხსნება. ხომ იცით, რას ნიშნავს ანტიგრავიტაციული საფრენი აპარატი, რეპლიკატორები და ასე შემდეგ. ყველაფერი წესრიგშია. აგრეთვე ხდება ენერგიასთან დაკავშირებით ცოდნების გავრცელება. მესამე დროის ხაზზე შეთანხმება არ მოხდა და სიტუაცია გამწვავდა. სიტუაცია უფრო არასტაბილურია. კი, ტრაექტორია, რომელსაც მიყავს ოქროს საუკუნემდე, ამ ვერსიაში, ამ მესამე დროის ხაზის ვერსიაში, გლობალური დაძაბულობა იზრდება და უახლოვდება ფართო მასშტაბიან კონფლიქტამდე და იმასთან ერთად, როგორც კი გვიახლოვდება ეს კრიტიკული ზღურბლი, გალაქტიკური ალიანსი ერევა ამ საქმეში, არა როგორც დამპყრობელი, არამედ როგორც სტაბილიზატორი, სადაც კონფლიქტი ნეიტრალიზდება იმ დონემდე, რომ უпростоრად კონფლიქტი ნეიტრალიზდება იქამდე, სანამ მოხდება საშიშროება, სადაც განვითარებული ტექნოლოგიები გამოიყენება და კაცობრიობა იძულებულია და ამ დროის ხაზზე ეს ხაზი არის ინტენსიური, მაგრამ ეს მესამე ხაზი, დროის ხაზი არის გარდამქმნელი, გარდაიქმნება უпростоრად გარდაქმნის პროცესია. ჩვენ ვიყავით მესამე მსოფლიო ომის ზღურბლზე, ამ დროს გამოჩნდა ხომალდები, დედობრივი ხომალდები, კოსმოსური დედობრივი ხომალდები და მთავრობის მთელი იარაღი გაქრა. ხო, ეს რაც ახლა მე ისმაელის ნათქვამი გადმოგეცით, ეს არის ამ მესამე ხაზის სცენარი. მესამე დროის ხაზის სცენარი. სცენარი ნომერ 4 პოზიტიურ სპექტრში. ეს არის ტალღა, ტაღის მაგვარი გამოღვიძების ფონზე. ეს სცენარი იხსნება შიგნიდან, როდესაც უეცრად იღვიძებს ადამიანების რაღაც რაოდენობა, გარე მოვლენები არ არის ცვლილებების მიზეზი და კაცობრიობის ცნობიერება აღწევს კრიტიკულ დონეს, რომელსაც ისინი უწოდებენ კრიტიკულ მასას, მანდელას ეფექტი და როდესაც ადამიანების დიდი რაოდენობა ერთდროულად იწყებს გამოღვიძებას და ინტუიცია უწვავდება, აღთქმა ფართოვდება, ძველი სისტემის შედეგად იწყებს დანგრევას მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს არ წამთ ამის. ეს არის ის, რასაც ხალხი უწოდებს ბირთვს. აქ ამ მეოთხე სცენარში არ იქნება არც ომი, არც გახსნა. მთავრობისგან არ იქნება გახსნა ინფორმაციის, უბრალოდ თვითონ ხალხი კოლექტიურად მოახდენს ამას. პოზიტიური კოლექტიური აზროვნებისა. სცენარი ნომერ 5. ეს სისტემატიური კრახი და აღორძინება ამ მეხუთე სცენარის მიხედვით და ამ მეხუთე სცენარის მიხედვით ეს მეხუთე დროის ხაზი სისტემა იგრევა და იფრქვევა სიმძიმის ქვეშ, ხდება გადატვირთვა ფინანსური სისტემებისა და ვაციტყვიან ფიატურ ვალუტაზე, ცენტრალური ბანკები, პოლიტიკური სტრუქტურები იგრევა, დეცენტრალიზებული მართვა, თანამშრომლობა რესურსებზე დაყრდნობით, ტექნოლოგიები, რომლებიც სასიკეთოდ მოიხმარებოდეს იქნება ადამიანების და დედამიწის მიმართ, აგრეთვე ცხოველების მიმართ, საერთოდ ბუნების მიმართ და ის, რაც მოეჩვენებათ იმ დროს კრიზისად, მოხდება მეხუთე დროის ხაზზე. მეექვსე პოზიტიური დროის ხაზი, ცნობილი როგორც გარმონიული ეკოვენგერცია, ეს იგივე ის არა, როგორც ჰარმონიული კონვერგენცია 1988 წლისა, რომელზეც საუბრობდა ხასე არგველი, მაიას შამანი და ეს მეექვსე ხაზი არის ყველაზე სიღრმისეული, ღრმა, გაძლიერებული დროის ხაზი, რადგან ამ დროის ხაზში, ამ მეექვსე დროის ხაზში არ მოხდება რამე მოვლენა ისეთი, რომელიც გაყობს გადასვლას, არ არის ერთი რამე მოვლენა, რომელიც განსაზღვრავდა გადასვლას,
მოხდება რიგითი სინქრონიზირებული მოვლენები, რაღაც მოვლენები. მეექვსე დროის ხაზი ჩამოგავს მეხუთეს, მაგრამ მაშინ ჩვენ ვახცევთ კრიტიკულ მასას და ავტომატურად თელ კაცობრიობას, თვლით კაცობრიობის ცნობიერებას, ჩვენი სახეობა და როდესაც დედამიწა მიუახლოვდა შინი ახლა უახლოვდებოდეს იქნება კრიტიკულ ზღვარს, ყველა ეს 6 დროის ხაზი შეეწყება ერთში და განსხვავებები წაიშლება, თუ რამე განსხვავება არის მათ შორის წაიშლება, ხაზები გახდებიან უფრო მკვეთრად გამომჟღავნებული და ყველა ეს დროის ხაზები მიდის ერთ მოვლენასთან, მზის ამოფრქვევასთან. ესე იგი, კონვერგენციის წერტილში ხდება კოსმოსური აქტივაცია. ალიანსის არქივში ის ნახსენებია როგორც მზის ამოფრქვევა და ისევ გავიმეორებო, რომ ეს არ არისო დანიშნულების პუნქტი, არამედ ეს არისო ტრანსფორმაცია. და იმათთვის, ვინც არ იცის რა არის მზის ამოფრქვევა, ეს არის ენერგეტიკული სიხშირეების ნაკადი, რომელიც მოდის მზისგან და მიემართება დედამიწისკენ. ეს მზის ენერგეტიკული სიხშირეების ნაკადები აქტივირებას უკეთებენ ადამიანურ პოტენციალს, დნმ-ს, მძინარე დნმ-ს და ცნობიერება ფართოვდება. ხო, მიჯდება ბატარეიკა და ამიტომ დავაწვინე ახლა ტელეფონი. აქ სიმაღლეს ჩამოვდე და ასე დაგელაპარაკები და ამიტომ ბოდიში გიხდით. ადამიანის დნმ-ი არის ჩვენი ბუნებრივი ტექნოლოგია. ახლა კი 6 დადებით დროის ხაზებზე. იყო დამტკიცებული, რომ ესე იგი შედეგი, საბოლოო შედეგი არის დამოკიდებული კოლექტიური ცნობიერებიდან გამომდინარე და არა ერთი მოვლენისგან გამომდინარე. ყოველი დროის ეს პოზიტიური დროის ხაზი წარმოადგენს გზას გაცნობიერებისკენ. რაც შეეხება იმ 6 ნეგატიურ დროის ხაზებს, ისინი სტაბილიზირდებიან, მაგრამ არა ადრე. რასაკვირველია, ისინი შეეცდებიან ფეხი მოიკიდონ რეალობაში, რაც გულისხმობ მე. პოზიტიური დროის ხაზებისაგან განსხვავებით, რომლებიც თანხმობაში არიან ერთმანეთთან და ასე ვთქვათ, ერთმანეთში ხდება შეთანხმება, ასე უხეშად ვთქვა, ერთმანეთს ეხამებიან, ნეგატიური დროის ხაზს აქვსო ბუნებრივი ხელოვნური ბუნება. ნეგატიური ხაზებს აქვსო ხელოვნური ბუნება, ანუ შეიქმნაო ხელოვნურად, სპეციალურად. ნეგატიური ხაზები არ არიანო ორგანული. ისინი ხარს უჭერენ, ესე იგი, იმედი აქვთ მათ მანიპულაციის, ესე იგი, აფთელებენ შიშს, მონგრელ ზედაწოლას, რაღაც, ხომ არის აი ზოგჯერ რაღაც შიში ჩაგივარდება გულში. აი ამდაგვარი გავლენას ახდენენ ადამიანებზე და ნეგატიური ხაზების შემქმნელს უნდა კაცობრიობა სწართვას თავისუფლება. პირველი ნეგატიური სცენარი ამ სისტემაში დედამიწა ხდება ზეთიური რაღაც მოვლენის სხორპლი, წოდებული ცნობილი როგორც ცისფერი სხივი, უცხოპლანეტელების ცრუშემოსევა. არა, რასაკვირველია, ჩვენ ეს არ გივიმუქრებაო, რადგან ჩვენი აზრები, ჩვენი ცნობიერებით, ჩვენ რეზონირებაში შევდივართ ერთ-ერთ პოზიტიურ დროის ხაზთან, რომელზეც ჩვენ საბოლოოდ აღმოჩნდებით. ხო, ახლა განმეორდებიო მე. პირველი ნეგატიური სცენარი ეს არის ის, რომ მაგათმა გამოიყენესო განვითარებული ტექნოლოგიები, რომელიც პროექცირებას უკეთებს ფსიქოლოგიურ ოპერაციას და სიმულირებას უკეთებენ მოვლენებს, როდესაც ქმნიან ცრუ სურათს, თითქოს რამე ხდებოდეს
თითქოს ჩვენ ხედავთ ხომალდები ნეგატიური უცხოპლანეტელების ხომალდების შემოსევას და ხედავთ მთავრობის ესე იგი მთავრობის ჩამოგდების ცდილობას და ამ ნეგატიური სცენარის განვითარებასთან ერთად იგი მოიყვანდა ქვეყნების გაერთიანებისკენ რა მოხდებოდა ქვეყნები გაერთიანდებოდა ერთიან ცენტრალიზებულ სისტემაში გამოჩნდებოდა ცენტრალიზებული ხელისუფლება რომელიც შემდგომ მართავდეს იქნება კაცობრიობა ჩვენ ყველამ ვიცით რომ ეს სცენარი ქმნის ერთობის ილუზიას და მიიღწევა ტყუილის და კონტროლის დახმარება რადგან ამ სცენარის ნეგატიური სცენარის ჩარჩოში ცისფერი შუქი უпростоრად ცისფერი სხივი გამოიყენებდეს იქნება განვითარებულ ჰოლოგრაფიულ ტექნოლოგიებს და გამოიყენებდეს იქნება ჩვენ საკუთარ ფრინავ ხომალდებს ჩვენს რატო ვამბობ ყველა ქვეყანას აქვს შექმნილი თავისი ფრინავი ხომალდები და შემდეგ გვაჩვენებენ თავს თითქოს უცხოპლანეტელები მოფრინდნენ კერძო კომპანიებს შეუქმნას ასე ხო ისმაილ პერესი მეორდება უბრალოდ რომ ჩვენ დაგვეხმაროს გაგებაში იმეორებს ნეგატიურ ხაზების სცენარებს ნეგატიური სცენარი 2 და ეს მეორე სცენარი ანუ მეორე ნეგატიური ხაზი ცნობილია როგორც გლობალური კონფლიქტი რომელსაც მიყახარ სრულ ამოწყვეტამდე დაძაბულობა ქვეყნებს შორის იზრდება და გლობალურ კონფლიქტში გადადის მოიხმარება შეერაღება უпростоრად თანამედროვე შეერაღებებს იყენებენ ინფრასტრუქტურა ადამიანების დიდი რაოდენობა ვერ გააგრძელებს ფანტასტიკურ ცხოვრებას როდესაც ისინი თიშავენ ინტერნეტს და აწყობენ კიბერატაკებს კიბერშეტევებს და ყველაფერ ამას რომლის შედეგად გადარჩენილები აღმოჩნდებიან მკაცრი კონტროლის და პირობების ქვეშ თავისუფლება ეხორტება უსაფრთხოებას და ამ მეორე ნეგატიურ დროის ხაზი ეს გზა არის ექსტრემალური ყველაზე ექსტრემალური გზა ნეგატიური დროის ხაზი ნომერ 3 ეს ისა რასაც უწოდებენ ერთიანი სამყაროს სისტემა ნეგატიური ხაზზე ნომერ 4 მეოთხე სცენარის მიხედვით ინტელექტი მართავს ხალხს რეალობას ატარებენ ფილტრში და სისტემა ასე ვთქვათ მკაცრად აკონტროლებს ყველაფერს ამ მეოთხე ნეგატიური ხაზში თავისუფლება არ ქრება მაგრამ გაცნობიერდება ხალხს ჯერა რომ ისინი არიან მაგრამ სინამდვილეში მოქმედებენ დახურული ციფრული არქიტექტურის აქედანა ფილმი მატრიცის დასახელება ნეგატიური დროის ხაზი ნომერი 5-ის სრულ დეცენტრალიზაციამდე მაგრამ შეთანხმების გარდა მთავრობები სუსტებიან და ანქრებიან სისტემა ინგრევა რადგან სამაგიეროს ვერ იღებს საზოგადოება იშლება იზოლირებულ ჯგუფებზე უпростоრად საზოგადოება იყოფა იზოლირებულ ჯგუფებად ერთიანობის და საერთო მიმართულების გარეშე კაცობრიობა იყოფა როგორ გითხრათ გადამტერებულ ფრაქციებზე და აქ არ არის კონტროლი მთავრობის მხრიდან აქ არის კოლაფსი რომელიც გამოწვეულია განცალკევებით დაყოფით ხო ესე იგი ამ მეხუთე ხაზზე ჩვენ ვიღებთ სცენარის უჭყო მაქსი სახელი არ იგულისხმება აქ მაქსია კოქტეილის შენარევი სადაც უფეს სოფლიო ანარქია და უწესრიგობა ნეგატიური დროის ხაზი ნომერ 6 რომელსაც კიდევ უწოდებენ ხელოვნური ახმავლების გზას და ეს არის ბოლო ნეგატიური ხაზი და ეს ხაზია ყველაზე მატყუარი რადგან ზუსტად აქ კაცობრიობას ატენიან ახმავლობის ტექნოლოგიებს ესე იგი ხო ახმავლობას ანაცვლებენ ტექნოლოგიებს ატენიან ძალით ტექნოლოგიებს შიდა ევოლუციის გასააქტიურებლად რაც არის მაინც ნეგატიური ხაზი აქ ცნობიერება ძლიერდება ხელოვნურად აქ ხაზი კავშირი მაღალ მდგომარეობებთან იმიტირებენ დამატებითი რეალობის დახმარებით ისინი რეალიზდებიან და აქ ადამიანური გამოცდილება თანდათანობით ინაცვლება სინთეტიკური
გაუჯობესებებით. ბევრს გონია ეს პროგრესია, ეს სიტუაცია პროგრესია, რა, საჭირო მიღწეული პროგრესი. სინამდვილეში ეს არის გამრდება საწყისი გზიდან. ამიტომ იმის მიუხედავად, რომ ნეგატიური ხაზები თითქოს სტაბილურია, მაგრამ ამაზე ჩვენ არ უნდა ვინერვიულოთ, რადგან ჩვენ ამ ნეგატიური ხაზების არ გჯერა და ჩვენ კავშირი გვაქვს, ანუ ჩვენ აზროვნულად ჩვენ თავს ვაიგივებთ იგივე ამ 6 პოზიტიური ხაზებთან. იმის მიუხედავად, რომ ნეგატიურ ხაზებს მაინც გააჩნიათ რაღაც ზეგავლენა და იკვებება იმ ადამიანების ჯგუფებით, რომლებსაც ჯერათ ამ ნეგატიური ხაზების სცენარების და ამ 6 ნეგატიურ ხაზს აქვს ერთი კრიტიკული ნაკლი. ისინი არ არიან მყარი და ისინი არ ექვემდებარებიან ბუნებრივ მდგომარეობის განვითარებას და ამ ნეგატიური ხაზებს უნდა სულ მორწყვა ნეგატიური ენერგიებით კონტროლით მოდით ამაზე შევჩერდეთ, იმიტომ რომ ის ახლა კითხვებზე პასუხს პასუხობს ძალიან რთული თემა, დღევანდელი თემა და მოდით ამ თემიდან მე არ მინდა უბრალოდ გადავუხვიო. ხო, ის ბევრჯერ გამოვა კიდე ვიდეოებით. ახლა კი აქ შევჩერდები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დროებით თუ მოვასწარეთ, ხალხს არ ბენი მაქვს და თუ მოვასწარი საღამომდე კიდე ერთი ვიდეოს ჩაწერა ჩავწერ თუ არა და შემდეგ ჩართვამდე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ყველას წარმატებებს გისურვებთ და გისურვებთ ყველაზე მთავარს ჯანმრთელობას და კიდევ უფრო მთავარს პოზიტივში იყავით ყოველთვის. ღიმილით შეხვდით დილას, ღიმილით შეხვდით, ღიმილით დაიძინეთ. მადლობა უთხარით სამყაროს სანამდაწვები, მადლობა უთხარით სამყაროს, რომ გათენდება, რომ ჩვენ ხო ყოველ ღამე გვტებით. ხო და მადლობა ვუთხრათ უნდა სამყაროს, რომ კიდევ მოვევლინეთ ამ ქვეყნად დროებით, აბა შემდეგ შეხვედრამდე უფრო სწორად.